დღეს ჩვენ საუბრობთ პროტესტზე, რომელიც 80 დღეა გრძელდება და იმაზე თუ როგორ პასუხობს ამ პროტესტს ქართული ოცნება სხვადასხვა გზით თუ მეთოდით და ეს რაღაც რეპრესიული პოლიტიკა, რომელიც მან ამ პროტესტის ჩასახშობად გამოიყენა, ბოლომდე არის ამუშავებული. გინდ სასამართლოში, გინდ ქუჩაში, სხვადასხვა კანონებით პარლამენტში და ასე შემდეგ. ფიქრობთ თუ არა, რომ ახლა პროტესტის თუ ამ წინააღმდეგობრივი ბრძოლის ამ ეტაპზე ქართული ოცნება მაქსიმალურად არის წნეხში. ან რაღაცნაირად ისეთ დისკომფორტში, რომ ახლოს იყოს შედეგის მიღწევა. მოგესალმებით რუსო, მადლობა მოწვევისათვის, მაყურებელს მივესალმებით, თქვენ სწორად შენიშნეთ. ყველაფერს და გაუგონარსაც კი აკეთებენ და იყენებენ. ოღონდ რაღაცა შეანელონ პროტესტით ჩაახშონ საკუთარი მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეები, ისინი რამდენად ვრია საქართველოს მოქალაქეებს, საკუთარ მოქალაქეებას ეს უკვე ცალკე საკითხია. პროტესტი, სამართლიანი ამ შემთხვევაში გულისწყრომა, მშვიდობიანი გამოხატული პროტესტი და ჯერ არ ნახულ, არ გაგონილ რაღაცა ეს არალეგიტიმური პარლამენტად წოდებული იღებს და ბეჭდავს ამ შემთხვევაში კონვეიერული სისტემით ამ ეგრეთ წოდებულ კანონებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრება გაურთულა. აქ არის ყველაფერზე ნახეს, რომ პატიმრობით ვერ იმაშვებიან, აშინებენ. ახლა გადავიდნენ რაღაც არნახულ ჯარიმებზე, 5000 ლარიან ჯარიმებზე. ზედიზეთთან რამდენჯერმე. 5000 ლარიან ჯარიმებზე და რაღაცა საქართველოს მოქალაქეების დაშინება უნდათ ამი და მე მარტივ რაღაცას გეტყვით, აი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავ ახლა და მარტივ რაღაცას გეტყვით. წარმოვიდგინეთ, აი სიტუაცია როგორია, ხო, ქვეყანაში და როგორ უყურებენ ესენი საკუთარ თავს და დამოკიდებულებას როგორი აქვს საქართველოს მოქალაქეების მიმართ. მაგალითად, ახლა რიგითი პარლამენტის წევრის ხელფასი არის 11680 ლარი. რიგითი პარლამენტის წევრის ხელფასი არის ეს. 7000 დაახლოებით 750 ლარით გაიზარდეს ხელფასი ამ ადამიანებს. საქართველოს მოქალაქეს პენსიონერებს 20 ასაკობრივად და 30 ლარით გაუზარდეს პენსია. ხო ხედავთ, აი დამოკიდებულებას ხო ხედავთ რა? ანუ ამათმა 20-30 ლარით მოუმატეს საქართველოს მოქალაქეებს პენსია, თვითონ 7000 ლარით და მეტით მოიმატეს. საერთოდ პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14000 ლარს წდება. რა ხდება მითხარით? რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს? იმიტომ რომ ბოდიში და ფეხებზე კიდიათ ამ ადამიანებს საქართველოს მოქალაქის ინტერესები საერთოდ, ხო? მეორეც, ხო? რამდენს აქვს? აი წარმოუდგენელია, საშუალო შემოსავლელი ავიღოთ, ხო? და ჯარიმა 5000 ლარი. სად ხდება ესეთი რაღაცები? ხელფასის, ანუ პენსიის რა 10 მაგიოდენობაა და მეტი ხშირ შემთხვევაში ისა, რა ქვია, ჯარიმა რისთვის? მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისთვის, ხო? აი ეს არის რეპრესიული, ჩვეულებრივად რეპრესიული მანქანა, რომელიც ამუშავებულია საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ამათ თუ ეგონათ საკუთარი მოქალაქეები, რომ იქ თავიანთ უფროსობა საიდანაც არის, რუსეთში აი ასე მათრახით და ჯარიმებით აშინებდნენ და პატრიოტით, ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შინდებიან. უკვე 3 თვე ხდება განუწყვეტელი პროტესტი მიმდინარეობს. აი მე მინდა ახლა დავსვა კითხვა, ვინ ბევრმა იცის ეს 100-ია, მაგრამ თუ საქართველოს მოქალაქეებიდან და არიან ხო ახლა ყველა ფორმაციაში, ყველა ეპოქაში ყავს თავრობას დაუშვა და თუნდაც თვითმარქვია იყოს და ხელისუფლების მითვისებელი რაღაც მომხრეები ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი ქვეყნის არჩევანი რა არის? ჩვენი ქვეყნის არჩევანი არის ევროპა, ჩვენი ქვეყნის არჩევანი არის ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრირება, ევროკავშირი და თავისუფლება, ხო? და თავისუფალი გარემო ქვეყანაში. ახლა მინდა დავსვა კითხვა. დაგვაახლოვა ამ ხელისუფლებამ, ამ ხელისუფლების მიმთვისებლებმა ამ ყველაფერს თუ არ დაგვაახლოვა ამ ყველაფერს? დავსვათ კითხვა ამ ბოლო თვეების განმავლობაში, მეგობრებო, წამოვიდა თუ არა სანქციები ამ შემთხვევაში ევროპიდან და ამერიკიდან? თანხებთან წვდომა ამ შემთხვევაში. ბუნებრივია ეს კითხვები ექნება. არა, დავასრულეთ. თანხებთან წვდომა შეზღუდულია თუ არ არის შეზღუდული? ანუ ეს დახმარებები რაც იყო, ინვესტიციები შემოდის თუ არა, სამუშაო ადგილები იკარგება თუ არა, ხალხი გარბის თუ არა ქვეყნიდან, გარბის, იკარგება სამუშაო ადგილები, შიმშილი არის თუ არა ქვეყანაში, არის. ესეთი სოციალური უთანასწორობა და ესეთი წარმოუდგენელი რამ, მე მოგიყევი და გითხარით, რომ 11000 პლუსი აქვს ხელფასი რიგით პარლამენტის წევრს
და რა ქვია 450 ლარი და 335 ლარი აქვს პენსია პენსიონერებს. აი 20 ლარი და 30 ლარი თუ მატებენ პენსიას პენსიონერებს და აქეთ აი ეს გაზულუქებულები 7000 ლარით მინიმუმ იმატებენ ხელფას. აი ესეთი უბედურებაში ვცხოვრობ. ჩვენ რუსო აი ეს არის უბრალოდ მეტი არაფერზე არ არის აქ საუბარი. ხო ეს ფასების მატება, ეს ყველაფერი ხო გაძვირდა ცხოვრება. ცხოვრებაც გაძვირდა. გაუსაზრდელიც გახდა და ვისთვის გახდა? ვისთვის არის ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი? აი ამისთვის, ამ დაჯგუფებისთვის, ამ არაფორმალური ამ შემთხვევაში მართლობის თუ ხელისუფლების მიმტაცებლებისათვის. აი ეს არის მეტი არაფერი არ არის. ნახეთ რა მინდა კითხოთ, ქართული ოცნების გამომრჩეველს შეიძლება ეს კითხვები ჰქონდეს და მათთვის პროპაგანდისტული მესიჯები ასევე ქართულ ოცნებას აქვს, რომ აი თუ ევროპას ჩვენ ახლა არ დავუახლოვდით, რაღაც турბულენცია მთელს მსოფლიოში, ახალი დღის წესრიგია, ტრამპი გვიშველის, მოკლედ მათთვისაც აქვს გამზადებული მესიჯები და ალბათ ამშვიდებს ამომრჩეველს, რომ ვითარება რომ დაწყნარდება მსოფლიოში, ჩვენ ასე ჩვენი ღირსებით შევალთ ევროპაში. ქართული ოცნების მესიჯს გეუბნებით. ქართული ოცნების ამომრჩეველს აქვს ნდობა ალბათ ქართული ოცნების მიმართ, რის გამოც რჩება ის მის ამომრჩევლად, რომ ოცნებას უფრო მეტად შეუძლია ახლა ევროპასთან დაახლოება, როცა ყველაფერი დაწყნარდება, ვიდრე სხვას. აქ პრობლემა არის თუ არა იმაში, რომ პროპაგანდა, რომელსაც მთელი რესურსით აწვდის ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს, საკმარისად არ არის ასე ვთქვათ დამარცხებული. ეს რაღაც საინფორმაციო ომია, რომელშიც შესაძლოა პროპაგანდა სჭირდებოდეს თავისი პასუხები. აქ ხედავთ თუ არა ამას როგორც თქვენთვის გამოწვევას, რომ საკმარისად ვერ შეიძლება ამარცხებდეთ. თუ არც არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ოცნების ამომრჩევლის. პირველ რიგში ქვეყნისთვის, ჩვენთვის, ჩემი პარტიისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქე არის აუცილებელი, მათი აზრი ამ შემთხვევაში, მათთან საუბარი და ყველას აქვს თანაბარი მნიშვნელობა. აქ ვისი ამომრჩეველი არა აქვს ამას მნიშვნელობა. ჩვენ არა ვართ მით უმეტეს თუ კი პროტესტის მასშტაბის გაზრდაზე. ჩვენ არა ვართ რუსული ამ შემთხვევაში. თუნდაც პროტესტი არ იყოს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეა და საქართველოს მოქალაქის აზრი თუნდაც და საქართველოს მოქალაქე თვითონ მოქალაქე არის მნიშვნელოვანი და ჩვენ არა ვართ რუსული ძალა და ხელისუფლების მიმტაცებლები, რომლებიც წარმოუდგენენ რაღაცაებს აკეთებენ და მე თქვენ დაგისახელეთ ის სახელფასო ჭერი, საპენსიო ჭერი და ასე შემდეგ და ასე მიდგომა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. თქვენ ბრძანეთ რუსო პროპაგანდა და ასე შემდეგ, ხო? და რამდენად ჭრის პროპაგანდა. ნუ პროპაგანდა ყოველთვის მუშაობს და ყოველთვის ჭრის ყველა ქვეყანაში და ყველა ამ შემთხვევაში ხელისუფლების დროს, გარკვეულ ამ შემთხვევაში მსგავსი ხელისუფლებების და ხელისუფლების მიმტაცებლების უბრალოდ დროს მნიშვნელობა არა აქვს ამას, მაგრამ აქ თავარი არის უმრავლესობის აზრი ამ შემთხვევაში რა არის? უმრავლესობაზე მოქმედებს თუ არა? არა. რატომ არიან ესენი ხელისუფლების მიმთვისებელი? იმიტომ არიან ხელისუფლების მიმთვისებლები, რომ მათ არჩევნები მოიპარეს, საქართველოს მოქალაქეებმა მათ უთხრეს არა და ამათ ხელისუფლება მიითვისეს არჩევნების მოპარვის შედეგად. რა არის ამის დასტური? ამის დასტურია საქართველოში საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დილეგიტიმაცია ამ ხელისუფლების მიმთვისებლების მიმართ და ამის დასტური და ნათელი მაგალითი არის თუნდაც კეთროვნება საერთაშორისო მასშტაბზე. ხო ხედავთ არა? კეთროვნება არავინ აი მიუნხენის კონფერენცია არის ახლა, ხო უსაფრთხოების კონფერენცია. არავინ მიუწვევიათ ამ ხელისუფლების მიმტაცებლებისგან. იმიტომ რომ კეთროვნებია, მათ გვერდით დადგომა არ შეიძლება, სირცხვილია, დემოკრატიისათვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ამ ყველაფერს ეს ჩვენი მაშინ რა არის ქართული ოცნებისთვის ახლა დასაყრდენი, თუ კი საზოგადოების უმრავლესობა მის დილეგიტიმაციას ახდენს? რა არის დასაყრდენი? მე გეტყვით, ამას ყველამ კარგად ვიცი. რასეყრდნობა ბიძინა, რომელმაც ოფშორების კანონი მიიღო, ნახატები შემოიტანა და ანუ თავიდანვე იყო მზად, რომ თავი აერიდებინა ყველა წნეხისთვის, არ დაეთმოდა კარგი კითხვა არის ამ ოფშორების კანონთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანი პირდაპირ ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადება ვნახე და არც უარყოფს ეს ადამიანი, რომ ერთი ადამიანისთვის იქნება ეს კანონი მიღებული და მე რაო, კაცო, მე სხვებმაც ისარგებლო. აი, ერთი ადამიანის გულისთვის მიიღება კანონი. ასობით მილიონი ლარი ბიუჯეტს აკლდება ერთი ადამიანის ამ შემთხვევაში შემოსული ერთი ადამიანის გამო, რომელიც უნდა გადაეხადა, ხო? ივანიშვილი როდესაც საუბრობს, ბიზნესები არ ამაქო საქართველოს ფულს არ აკეთებს. ნუ ივანიშვილი თუ არა მისი მხარდამჭერები ამას საუბრობენ და ამის პროპაგანდირება მიდის და ამის ახლა ნუ უთხარი დასტური არის ის სასამართლო პროცესი, რაგვარი არის
ბაჩიაშვილი, ხო, ბაჩიაშვილის მიმართ, სადაც საქართველოში თურმე გამოდის რომ ივანიშვილი მილიარდამდე აკეთებდა და მილიარდს თხოვს ამ ადამიანს. ის რამდენად სამართლიანი და უსამართლო, მაგაში არ ჩარევა, მაგრამ თვითონ არის ეს უკვე აღიარება აი ამ ყველაფრის რუსო. აი ამაზე არის საუბარი აქ. სასამართლო ძალობები რაზე დგას ნიღბიანებზე? ძალადობაზე, აი ამაზე დგას და უსამართლობაზე დგას. აი ამაზე დგას. იმაზე დგას, რომ დღეს სამართალს ქვეყანაში ვერ იპოვი. იმაზე დგას, რომ დღეს ნებისმიერ აი ეს ჭიქა რომ მიიტანო, აი ეს ჭიქა დღეს სასამართლოში რომ მიიტანო, ამასაც ან 5,000 ლარი დააჯარიმებენ. ამ ჭიქას რომ მოითხოვოს. ან იტყვიანც არის. და გეტყვით აგერ, არა, ამ პატიმრობაში გაუშვებენ. და გეტყვიან ეს სულიერი არის. მაგრამ ნახეთ, აი ამას გეუბნები დღეს ესეთი უბედურება გვაქვს. და რა არის გამოსავალი? აი ამაზე არის. გამოსავალი არის ახალი არჩევნები, გამოსავალი არის უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური ტყვეების და პატიმრების გათავისუფლება. ეს როგორ მოხდება თქვენ შემიძლია გითხრათ, მე ვიცი შემდგომი კითხვა თქვენი რა იქნება და ეს ყოველთვის არის ეს ლეგიტიმური ეს კითხვა ბუნებრივია და ამას უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეები. ივანიშვილი და ეს რუსული ხელისუფლების მიმტაცებლები თავისით არაფერს არ დანიშნავენ. ამას დანიშნავს საქართველოს მოქალაქეები. ამას დაანიშნებს საქართველოს მოქალაქეები. ხალხო რაზე ვლაპარაკობ? ცოტა ხნის წინ ხომ ნახეთ რა რუსო? საქართველოს მოქალაქემ, დევნილმა ადამიანმა გაჭირვების გამო, უბედურების გამო ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. ხო, აი ამათ მართლობის პირობებში. იქამდე მიიყვანეს ხალხი, რომ ბენზინს ისხამს, თავს იწვავს ადამიანები და გარდაიცვალა ცხონებული. ამ უბედურებამდე მიიყვანეს ამათ ქვეყანა. და რო გითხოთ რომ შვიდობაა ქვეყანაში. ხო, შვიდობას ესენი ამას უძახიან. სადაც ჩვენი მოქალაქეები ნაგვის ურნებში არიან თავით გადაყუდებულები. შვიდობას იმას უძახიან რომ თვითონ 7,000 ლარით იზდიან ხელფასებს და საქართველოს მოქალაქეებს ღირსეულ პენსიონერებს 20 და 30 ლარით უზდიან ხელფასებს. შვიდობას იმას უძახიან რომ შვიდობიანი თავისუფალი დემოკრატიული სამართლიანი პროტესტის, კონსტიტუციური პროტესტის გამოხატვის გამო არ ნახულ ასტრონომიულ ჯარიმებს უწერენ. 5,000 ლარით უწერენ ჯარიმებს. აი ამას უძახიან შვიდობას. შვიდობას იმას უძახიან რომ სასამართლო არ არის ქვეყანაში. შვიდობას იმას უძახიან რომ საკუთარი მოქალაქეები თავგაჭეხილები არიან. პირდაპირ ეთერში თქვენ ჟურნალისტებს გირთყამენ. ამის ფაქტები არის უტყუარი, რომელსაც ვერ გაექცევიან ვერსად. და მე საუბრობენ, თურმე ეს ყოფილა ინციდენტი. წარმოუდგენელი რა მოვისმინე. თურმე ეს ყოფილა ყველელობის მცდელობა როგავას მიმართ, გურამ როგავას მიმართ. ეს არის გამოხატული პირდაპირ ყველელობის მცდელობა. ყველელობის მცდელობა იყო TV პირველის გუნდის მიმართ, მაკას მიმართ და მისი ოპერატორის მიმართ განხორციელებული ქმედება. და ეს არის ინციდენტი თურმე. ეს სამწუხარო ინციდენტია. ინციდენტი რა არის? იცი, გაუფრთხილებლად დაუშვათ, რომ ან გვერდი გაკრა და წაიქცეს ადამიანმა. ან რაღაცა მანქანას გაუსვა ამ შემთხვევაში. პროტესტი. აი ეს არის ეს ხელისუფლება. პროტესტი დაღლის საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილს. საქართველოს მოქალაქეებს ვერ დაღლის. ამას გეუბნები. საქართველოს მოქალაქეებს ვერ დაღლის. მათ გათვლა ჰქონდათ, ხო გახსოვთ არა? ეს პრემიერად წოდებული რო საუბრობდა, პრემიერად წოდებული რო საუბრობდა, რომ გარკვეულ თვარწები 20 იანვარზე ხო 20 იანვარს გაეცინა რისი 20 იანვარი. იმიტომ საქართველოს მოქალაქეებს ისინი ასე უყურებენ. აი ასე უყურებენ, მათ ვერ წარმოუდგენიათ რუსო, რატო შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში პროტესტი და რატო უნდა აპროტესტებდეს ადამიანი და რისთვის უნდა აპროტესტებდეს? ეს ბრძოლა ხო თავისუფლებისთვის არის. ეს არაფრისთვის არ არის. ის ადამიანები, რომლებიც დგანან იქა, ისინი იბრძვიან თავისუფლებისათვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის იბრძვიან ეს ადამიანები. და ეს უბედურება, ეს და არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, მე 20 წამი თუ გაქვს გუშინ გავრცელდა ეს ინფორმაცია, არის ძალიან მძიმე, მე არ ვამტკიცებ არაფერს რომ ეს ასე იყო და ასე არ იყო, მაგრამ პატიმარი გარდაიცვალა. და როგორც ჩდება ეჭვი, შესაძლოა ეს ადამიანი იყოს არა, რა ქვია, ცემის ან ასე შემდგომ საპატიმროში მოპყრობის ფაქტი. სასწრაფოდ ამ შემთხვევაში, სასწრაფოდ ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ რამდენს მივადევნოთ თვალდაყურ ყოველდღე ცემა, უბედურება, დახვედრა ხდება ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ამ ყველაფერს საქართველოს მოქალაქეები საკათრის პასუხს გავცემენ და გაცემენ დარწმუნებული. მადლობა.